საკრებულოს წევრები იქნებიან ჩვენი სტუმრები. თბილისის საკრებულოზეა ბუნებრივია საუბარი, ანა გოგოლაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი და ვატო სულგულაძე, ძლიერი საქართველოსთვის წევრი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანა, თქვენგან დავიწყებ. ალბათ თქვენც იცით ხო ამ ამბების შესახებ, არიცი, თქვენს ტელევიზიიდან შეიწყვეთ თუ იცოდით როგორც საკრებულოს წევრმა. კონკრეტული პირების შესახებ ტელევიზია. ხო, რომ ასეთი რამ ხდება, ან თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ კიდე სხვა სიპებშიც ყავთ ასე ფიქტიურად ხალხი დასაქმებული, როგორ შეაფასებთ? ანუ არსებობს ეს ორი შეხედულება, ერთი რომ არიან ისინი რაღაც მხოლოდ იმის გამო დასაქმებული, რომ ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს, ну თემურ თათარაშვილი ცნობილი ხა ოცნების ხარდამჭერია. მაგრამ ისინი ამბობდნენ, რომ აქ ეს ხალხი არის რაღაც თავისუფალ რეჟიმში, ამიტომ სამსახურში არ არის სიარულა უცებელი, რაღაც მუშაობენ კონცეფციაზე, რომ ამ ცენტრში რაღაც კულტურული ცენტრის გაიხსნას. ჯერ არ გახსნა, მაგრამ ერთი წელია მუშაობენ კონცეფციაზე. მოკლედ რა სიტყვიან, როგორ შეაფასე? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ქართული ოცნების ტაქტიკა იყო ყოველთვის, რომ სახელმწიფო ფინანსები და რესურსები ყოველთვის ხმარდებოდა მათ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას, რომელიც და ეს ძალაუფლება იდგა კორუფციაზე, კრონიზმზე და ნეპოტიზმზე და არა ამ სახელმწიფოს და კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში დედაქალაქის განვითარებას. ეს იყო ის ერთ-ერთი საყრდენი, რითაც ქართული ოცნება დღემდე გაყალბებული არჩევნების გაზრდილი კრიმინალის პირობებში ინარჩუნებდა ხელისუფლებას. ამბავი არის შემდეგი, რომ სამწუხაროდ კონკრეტული დასახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც დასაქმებულები არიან მერიის უწყებებში, სიპებში თუ აიპებში, თუ არ ეხებათ ეს ბუნებრივია დეპარტამენტის ან განყოფილებების ხელმძღვანელებს, ჩვენთვის არ არის მათ შორის როგორც საკრებულოს წევრებისთვის ხელმისაწვდომი და ესეც არის ძალიან დიდი გამოწვევა ვერ აკონტროლებს საჯარო ადმინისტრების და გამჭვირვალობის კუთხით არის ძალიან დიდი გამოწვევა, როგორ შეიძლება არ ქონდეს საკრებულოს დეპუტატს ინფორმაცია კონკრეტულად დასაქმებული ადამიანების და მათი სახელფასო ანაზღაურების შესახებ, ხო? მაგრამ გამჭვირვალობის ნაწილი და გამჭვირვალობაში ეს გამოწვევაც იმის დამსახურება არის, რომ დღეს სახელმწიფო უწყებები, როგორც თბილისის მერია, ისე სხვა სიპები და აიპები, დგანან ეს ახლობლებზე, ნათესავებზე და მათდამი ლოიალურად განწყობილ ადამიანების დასაქმებაზე და ამით ინარჩუნებენ ძალაუფლებას. დღეს საჯარო სამსახურში მერაბ დასაქმებული არის 300,000 ადამიანზე მეტი. 700,000 ადამიანი ყავთ სოციალურ დახმარებაზე და მეტი ინსტრუმენტი რაღაც შეიძლება კონდეს სახელმწიფოს, რომ აკონტროლოს ელექტორატი, ხო? მილიონი ადამიანი ყავთ საბიუჯეტო დაფინანსებაზე, ხო? ეს ხო წარმოუდგენელი არის რეალურად. ან ჩვენი საჯარო უწყება რას აკეთებს იმდენს, რომ 300,000 ადამიანი ზე მეტი არის დასაქმებული, მაგრამ აქ მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ კახა კალაძე არის თბილისის ის მერი, რომელმაც ერთ-ერთი პირველი იყო საკუთარი უწყებებში პოლიტიკური წმენდა და რეპრესიები მოუწყო მერიაში 10 წლის განმავლობაში დასაქმებულ ძალიან პროფესიონალ, კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ადამიანებს. დაწყებული შიშინო პირთა საბჭოდან დამთავრებული კონკრეტულ დეპარტამენტამდე და განთავისუფლა მხოლოდ იმიტომ ეს ადამიანები სამსახურებიდან 10 წლიანი, 12 წლიანი სტაჟის შემდეგ რეალურად ვინც მართლა ემსახურებოდა ამ დედაქალაქს და თან ძალიან კეთილსინდისიერად, რომ ისინი იყვნენ პროევროპული განცხადებაზე ხელისმომწერი ადამიანები. აქვე მოსახლეობას მინდა შევახსენო ის ერთ-ერთი ინციდენტი საბურთალოზე დახვედრა რომ მოუწყვეს ეგრეთ წოდებულმა ტიტუშკებმა მერიის სტრუქტურებში, სპორტის დეპარტამენტში, სოციალური სამსახურის დეპარტამენტში თუ გახსოვთ ეს ფაქტი, ხო? საბურთალოზე რომ დახვდნენ მომიტინგეებს, ხელკეტებით შეიარაღებულები და ბიტებით შეიარაღებულები, დოლიძეზე კი. და ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომ გამოვიკულიათ? ესენი იყვნენ სოციალურ სამსახურში, ხო? სპორტის დეპარტამენტში გაფორმებული ადამიანები, რომლებიც სამუშაო საათის პირობებში კონკრეტულ სამუშაო ადგილას არ იმყოფებოდნენ, არამედ მომიტინგეებს ხდებოდნენ. ბევრი ყავდეთ, ხო? ეს თემურ თათარაშვილი და რაღაც თაკო გაჩეჩილაძე არ იყო. არაერთი ფაქტი გახსოვს. სტუდენტებზე თავდასხმა მაღლივ კორპუსში, ხო? ვინ იყვნენ ის ახალგაზრდები? წინა ხელისუფლების დროს თეატრალური კვარტეტი ყავდათ გაფორმებული გიგი უგულავას, რა ქვია, ალპინის მწმენდავების თანამდებობაზე, მაღალი მშენებლობის ფანჯრების მწმენდავების თანამდებობაზე. სწორედ ახსენეთ რა. დაახლოებით შეიძლება ისეთი ვარიანტი იყოს. გიგი უგულავას მაგას ედავებოდნენ ზუსტად, რომ ის საბიუჯეტო სახსრებით ასაქმებდა, ხო, ნუ რაღაცა ეს кейსი იყო. კახი კალაძეს აუცილებლად მოუწევს ამაზე სამართლებრივი პასუხისგაცემა დღეს თუ არა ხვალ, იმიტომ ეს არის ხალხის ფულის და ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვა და ფლანგვა. და მოსახლეობას შევახსენებ გუშინ ჩაიკოვსკის 12
12 ნომერში ჩამოინგრა სახლი. საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოყოლია, ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და თბილისის მერია არის ის სტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემა ხო ესე პროპორციულად იზრდება ავარიული სახლების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოწვევა გვაქვს სერიოზული დედაქალაქში და ეს უბრალოდ ჩვენი ავთენტურობის ნაწილი კი არ არის, მხოლოდ ადამიანის სიცოცხლესთან ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული და მაგალითად 2021-ში ესეთი სახლების ავარიული სახლების რეაბილიტაციაზე 13 მილიონი თუ იყო გამოყოფილი, დღეს 7 მილიონია, მაგრამ სამაგიეროდ პირდაპირ პროპორციულად იზრდება ისეთი საბიუჯეტო სახსრები, როგორც არის მათი ახლობლების, ნათესავების და ლოიალური ადამიანების დასაქმებაც ეს არ არის, უბრალოდ გაფორმება და სუბსიდიაზე დასმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე. ზოგადად საკრებულოს წევრები უზუსტად ბევრს საუბრობთ კორუფციაზე მერიაში. ეხლა სხვადასხვა ვიცე-მერი გადაიყვანეს ხმალაძე და მასთან დაკავშირებით იყო ბევრი კითხვა. იგი ახსენე ერთ-ერთ ტელევიზია, იქ ჟურნალისტურ გამოძიებაში წინა კვირას იყო მისი რაღაც სახლის შესახებ რეპორტაჟი. ნუ ასე ამტკიცებს ყოველ შემთხვევაში ის ტელეკომპანია, რომ მისი სახლი თუმცა სხვაზე იყო. არ თქვენ იცით თუ არა ამ სახლის ამბავი. ანუ რამდენად გაქვთ ესეთი ფაქტები, რომ მერიაში რაღაც კორუფცია არის? კი ბატონო, მე-4 წელი სრულდება ჩვენი საკრებულოში საქმიანობა შეიძლება ითქვას და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ როგორც ჩვენ, ასევე ლელოს ერთობლივი თანამშრომლობი და სხვა პარტიებს, რომლებიც წარმოდგენილები ვართ საკრებულოში, არაერთი საქმე გვაქვს შეტანილი პროკურატურაში და განცხადებით მიმართული, დასაბუთებული აუცილებლად, რომელიც შეიცავს შესაძლო კორუფციის სქემებს. იქნება ეს მიწების მონაცვლეობით დაწყებული, ხომ ძალიან მარტივია, თითქოს კოეფიციენტების მომატებით დამთავრებული და სამშენებლო ნებართვების გაცემით დასრულებული, ხომ? დღეს თბილისის მერია კახი კალაძის თაოსნობით არის ის უწყება, რომელმაც დედაქალაქი აქცია სამშენებლო პოლიგონად და ლობირებს მასთან დაახლოებულ მშენებლებს და სადაც აბსოლუტურად უგულველყოფილი არის ამ ქალაქის და ამ ქალაქის მოსახლეობის ინტერესები. მე ვერავინ ვერ დამაჯერებს მასში, როდესაც თბილისის მერია მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც 2600 ნარგავი, ძირი, ხიარი, მრავალწლოვანი და რომლის გადმოცემასაც სპირდებოდნენ მრავალი წლის განმავლობაში, ყოფილი ლაგუნა ვერეს ტერიტორია, რომელიც არის ამ ქალაქის ავთენტურობის ნაწილი და ისტორიის ნაწილი არის, ხომ რეალურად და რომელიც ასევე დედაქალაქის უნდა ყოფილიყო, რომ ამ კონკრეტულ ჯერ მხოლოდ ეს არის გახმაურებული მშენებლობები, ახლა ჩვენ კონკრეტულ მონაცვლეობებზე არ ვისაუბრებთ, იმიტომ მოსახლეობის შეიძლება არ იყოს საინტერესო, რომ ამ კონკრეტულ საქმეებში მიღებული გადაწყვეტილებები არ უკავშირდება შესაძლო კორუფციას, ხო? როგორ შეიძლებოდა იპოდრომის ყოფილი ტერიტორია, რომელიც არის ერთ-ერთი აი მცირე მწვანე სივრცეებიდან და ქსოვილებიდან, ხო, რომელიც დედაქალაქში შემორჩენილია მცირე ქსოვილებიდან გაყიდულიყო, ეს ხეები უბრალოდ ამოიღოთ აქედან და 7-70 სართულიანი კორპუსი დაედგათ, ხო? კორუფცია არის, აბა რა არის? ჩვენ მათ შორის ბევრი საქმე გვაქვს ისეთი პროკურატურისთვის გადაცემული, სადაც ხმალაძე ფიგურირებს, რომელიც დღეს ჩამოაცილეს თბილისის მერიას. ჩამოაცილეს თუ დააწინაურეს, ახლა მინისტრის მოადგილეობა იუსტიციის ჩემი აზრით გაცილებით ხმალაძე უნდა ვთქვათ, რომ ხმალაძე იყო ის ადამიანი, რომელთანაც კალაძე და ხმალაძესთან ყველაზე მეტი შესაძლო კორუფციის სქემები ასოცირდებოდა ხოლმე და ხმალაძე იყო ის ადამიანი, ვინც პირადად საკრებულოში მოსულით ლობირებდა კონკრეტულ მონაცვლეობებს თუ ასე შემდეგ. ძალიან ბევრი იყო ესეთი სადაო საკითხი. და უბრალოდ ჩამოაცილეს ესეთი ფულის კეთები შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში და გადაიყვანეს სხვა ნაწილში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხმალაძე მისთვის ჩვეულ ქცევას არ გააგრძელებს. არ აქვს მნიშვნელობა თბილისის მერიაში იქნება იუსტიციის მინისტრის მოადგილე იქნება თუ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იქნება, ის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული თბილისის მერი იყო და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, მერის მოადგილე, ხო, და ბევრი კითხვის პასუხგაუცემელი შეკითხვები არსებობს მის საქმიანობასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში. მაგრამ ყველაზე მძიმე აქ არის ის, რომ ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, რომელიც ფატალურად დასრულდა, ტრაგიკული შემთხვევები, სადაც ზედაპირზე იყო, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებით და ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციებით, ხომ? იგივე ვაკის პარკის ტრაგედია, კონკრეტული პირების და მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლობა და არავის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იმ კონკრეტულ შემთხვევებში არ დამდგარა. და ეს უნდა ითქვას, რომ ეს არის კორუფცია, უბრალოდ ის არ არის, რომ ვიღაცა ჯიბეში ფულს იდებს. კორუფცია არის ის და იმაში ვლინდება, რომ უკვე დედაქალაქში სიარული ეშინია ყველას. და თუ ვინმეს გაუმართლა და ლუქში საკანალიზაციო ლუქში არ ჩავარდა, ავარიული შენობიდან რამე გადმოვარდნილი არ დაეცა და ასე შემდეგ, ხომ რეალურად ეს გამართლების საკითხი არის. დღეს ამ ქალაქში უსაფრთხოება გამართლებასთან არის დაკავშირებული. კორუფცია ამაში ვლინდება რეალურად, რომ
როდესაც წვიმს, აი წვიმაზე გვეშინია, ხო უკვე? წვიმის გვეშინია. არის სტრესთან დაკავშირებული რეალურად ამ ქალაქში. კორუფცია მეტი არ არის. თქვენ აღნიშნეთ, რომ კარგი საქმე გაუკეთებიაო, დიღმის კომპლექსი რო ააშენაო. 2 მილიარდზე მეტი აქვს ამ დედაქალაქს ბიუჯეტი და ერთი კი არ უნდა ქონდეს ეგეთი სპორტული კომპლექსები ამ შემთხვევაში. ყველა უბანში უნდა იყოს თანხა. თუმცა ჩემი აზრით უნდა იყოს იხარჯებოდეს. უფასო შეიძლება ყველასთვის არა, მაგრამ სოციალურ დაუცველებისთვის და ასე შემდეგ. ბავშვებისათვის და იმ დღეს იყვნენ სკოლის მოსწავლეები, მოსწავლეები მუნიციპალურია, ოკეი. ხდებოდი სკოლის მოსწავლეებს. აუდიტორიაში მეჯდა დაახლოებით 50 მოსწავლე და ვკითხე, რომ სპორტზე რამდენი დადიხარ თქო. 6-მა ბავშვმა აიწია ხელი. დანარჩენისთვის სპორტი არის დღეს ფუფუნების საგანი. სამწუხაროდ არა და მერიის და მუნიციპალიტეტების პირდაპირ ვალდებულება არის, რომ მასობრივი სპორტი იყოს ხელმისაწვდომი. 2 მილიარდიან ბიუჯეტის მქონე ქალაქში სპორტი ფუფუნება ბავშვებისთვის და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის არ უნდა იყოს. და მადლობას არ უნდა ვუხდიდეთ მერიას იმის კეთებაში, რაც მათი პირდაპირ მოვალეობაა. ფულს კორუფცია რო არ ჭამდეს, დღეს იმაზე მეტი სიკეთე გვექნებოდა საჯარო სიკეთეების სახით, იქნებოდა ეს პარკები, სპორტული მოედნები თუ ასე შემდეგ, ვიდრე აქვს დედაქალაქს. მშენებლობები ახსენეთ და ტრანსპორტი ერთი თემა არის და მეორე განსაკუთრებით ეს არის მშენებლობები, რომელიც მართლაც შეიძლება იყოს ამ ასე ვთქვათ ქალაქში პრობლემა და აინტერესებს ოპოზიციას საკრებულოში შესწავლილი თუ გაქვთ რაიმე დახარისხებული კონკრეტული საქმეები, კონკრეტული კომპანიები, კონკრეტული მშენებლობები, სადაც შეიძლება არსებობდეს აი ეს კორუფციული ინტერესები. ერთი კი ახსენეთ თქვენ. ერთი არ არის, ბევრი არის კი. მეცი ხო, ამ ეტაპზე ჩვენ ინტერპარტიულ ფორმატში, სადაც ვატო, ანუ ლელო, ჩვენ ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებულები ვართ, შეტანილი გვაქვს დაახლოებით მიმდინარე 15-მდე საქმე გვაქვს სასამართლოში, ნუ მართალია ქართული ოცნების სასამართლოში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ შორის დასაბუთებული არგუმენტაცია და მტკიცებულება წარგვედგინა სასამართლოში საქმის მიმდინარეობა მიგვეთ ეს არის მშენებლობის საკითხები დაწყებული ხევძმარას ხეობაში ეს არის გლდანის მიმდებარე ტერიტორია რომელსაც აქვს დატბორვის მაღალი ალბათობა სადაც დღეს თბილისის მერიის ნებართვით უნდა აშენდეს მრავალსართულიანი კორპუსები და ვერეს ხეობაში რაც დატრიალდა იმის მოხდენის ალბათობის საკმაოდ მაღალი რისკ ფაქტორი არსებობს დამთავრებული მაგალითად ცირკის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებით იპოდრომაზე მშენებლობით მათ შორის და გასხვისებით ლაგუნავერის თემა მაგალითად იყო აქ მიწების მონაცვლეობა ნოშრევა ნამურაძისთვის ალბათ ჩვენი მოსახლეობისთვის ცნობილი არის ეს სახელი და გვარი ეს არის კობახიძესთან დაახლოებული და ნათელმირონობაში მყოფი ღარიბაშვილთან თუ კობახიძესთან ზუსტად აღარ მახსოვს ხომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ცნობილი მშენებელი არის ცნობილი იმიტომ რომ მას თბილისის მერიის ხელდასმით არაერთი პროექტი აქვს დედაქალაქში მათ შორის თბილისისთვის ძალიან არარელევანტური და თბილისის ურბანული ქსოვილისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და ერთი არის ვაკეში ჩვენი საფეხბურთო მოედნის წინ ყველას ახსოვს ალბათ იქ იყო სპორტის უნივერსიტეტი ეს სპორტის უნივერსიტეტი გადასცეს ნოშრევან ნამორაძეს იმ პირობით რომ ეს ტერიტორია დაინგრეოდა იქ ჩადგებოდა ნოშრევან ნამორაძის 76 სართულიანი ცათამბჯენი თავისი ვერტმფრენის დასაჯდომით თავზე და ასევე უნდა აშენებულიყო სპორტის უნივერსიტეტი ეხლა ირკვევა რომ იქ არანაირი სპორტის უნივერსიტეტი აღარ აშენდება და მთლიანი ტერიტორია გადადის ნოშრევან ნამორაძის მმართველობაში მაგრამ ყველაზე მძიმე კიდევ რა არის სადულინდება როგორც ის ნოშიკოს უფრო ეძახიან ხო ნოშიკოს კი ბატონო კონკრეტული საპარკინგის სივრცე რომელიც იყო დედაქალაქის ძირითადი ქონება დახარისხებული გვაქვს ხო დედაქალაქის ქონება და საპარკინგის სივრცეების და ტროტუარების გასხვისება კერძო ფიზიკურ პირებზე საკრებულოს თანხმობის გარეშე აკრძალულია და ეს არის სიცხლის სამართლის დანაშაული ხო თბილისის მერიამ ისე გაასხვისა ნოშრევან ნამორაძეზე იმიტომ რომ მის სასტუმროს და 76 სართულიან კორპუსს მისაღები ქონოდა და შესასვლელი ქონოდა რომ თბილისის საკრებულოსთვის არც უკითხავს ისე გაასხვისა დედაქალაქის ძირითადი ქონება რაც არის ჩვენი ყველა საკუთრება იმიტომ რომ ნაში კონკრეტულ ბიზნესმენს ქონოდა კონკრეტული ფართი ხომ და არ ვიცი უამრავი ამ 4 წლის განმავლობაში იყო უამრავი ფაქტი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი ყველა დღეს საგამოძიებო თუ სამართალდამცავი ეგრეთ წოდებული უწყება რომელსაც დიდი ხანია სამართალთან აღარაფერი კავშირი აღარ აქვს არის მონოპოლიზირებული და უზურპირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ და ემსახურება კონკრეტული ადამიანების ინტერესებს და არც ქალაქის ინტერესებს არც ამ ქალაქის მოსახლეობის ინტერესებს და
საერთოდ არაფერი აღარ აქვს კავშირი სამართლიანობის დაკავშირებით. ახლა საუბრობთ არჩევნებთან დაკავშირებით. ანა, დავიწყოთ თქვენით, იმიტომ თქვენი პარტია კოალიციის ცვლილებებისთვის უკვე ამბობს, რომ არ გავა არჩევნებზე, ბოიკოტს უცხევებთ. თქვენ აი თვითმმართველობაში მუშაობთ, საგრებულოს წევრი ხართ და შესაბამისად, როგორ ფიქრობთ, თბილისი, რომელიც მოიგო ოპოზიციამ ამ საპარლამენტო არჩევნებზე, ან იმ არჩევნებზე, რომელსაც გაყალბებულს ეძახის, ხო, ოპოზიცია, ამბობთ, რომ გაყალბდა, მაგრამ ამის მიუხედავად თბილისში მოიგო 60% იყო ერთიანობაში ოპოზიცია. ხო, აქ მაინც რატო არ ღირს მონაწილეობა არჩევნებში? ბევრი ფიქრობს, რომ აი მერის კანდიდატს თუ შეათანხმებს ოპოზიცია, მას შეიძლება აზრი ჰქონდეს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ პროდესალურმა ძალებმა ამ ქვეყანაში არჩევნები მოიგეს და ქართულმა ოცნებამ ეს არჩევნები უბრალოდ მიიტაცა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა იქნება ღალატი ყველა იმ შეთანხმების, ყველა იმ მიღწევის და აი ეს მიღწევა ძირითად ნაწილში გამოიხატება არაღიარების ნაწილში, რომ დღეს ეგრეთ წოდებულ მოქმედ ხელისუფლებას და რუსულ რეჟიმს ქართული ოცნების სახით არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ აღიარებს არავინ, არ არსებობს პროდასავლური ძალა, იქნებიან ესენი ოპოზიციური პარტიები თუ ჩვენი სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც აღიარებენ ქართულ ოცნებას როგორც ლეგიტიმურ ძალას. რა მიგვიყვანა აქამდე? მიგვიყვანა არ აღიარების ნაწილმა. თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობა არის ამათი არ აღიარების პროცესის და ტაქტიკის გაგრძელება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ახლა ფრაგმენტულად ერთ ქალაქს მოვიგებთ, მეორე ქალაქს მოვიგებთ, თუ 10 ქალაქს მოვიგებთ, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა აბსოლუტურად. და ქალაქის მერის თანამდებობა თუ წაართვა ოპოზიცია. და რა შვები დანარჩენ ნაწილში? რა შვები დანარჩენ ნაწილში, პოლიტიკური პატიმრების ნაწილში და საპარლამენტო არჩევნების ნაწილში. არჩევნებში შესვლა ნიშნავს იმას, რომ პირველი აღიარებ ამათ დანიშნულ CSKOS და არჩევნებს ისევ ატარებინებ კალანდარიშვილს. აღიარებ ყაველაშვილის მიერ გამოცხადებულ თარიღს და შესაბამისად შედიხარ 4 ოქტომბრის არჩევნებში, რომელიც არის ყაველაშვილის გამოცხადებული. აღიარებ ეგრეთ წოდებულ პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, ეგრეთ წოდებულს, ხომ? ეხლა წარმოუდგენელია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ამათი მმართველობისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. ეხლა მე მომისმენია არგუმენტები, რომ თუ არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, მაშინ რა ინსტრუმენტი აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ბრძოლონ პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ პროცესში იყვნენ თანამონაწილეები. ზუსტად არ მონაწილეობა არის ჩვენი ინსტრუმენტი. მონაწილეობა კი არ არის გაყალბებულ არჩევნებში და წინასწარ კრიმინალური ჯგუფებით დაორგანიზებულ არჩევნებში. მონაწილეობა კი არ არის ოპოზიციის ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში, რომ ეს პროცესი გადავტეხოთ და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. არჩევნებში არ მონაწილეობა არის ინსტრუმენტი ჩვენ ხელში, რომ გავაგრძელოთ არაღიარების პოლიტიკა. პარტიამ დასვა ეს შეკითხვა, ქარდები გამოვაქვეყნეს, ბოიკოტის მერე რა ხდებაო? ხო, აი, ზუსტად და არჩევნებში რო შედიან, რასაკეთებენ? გახარიის პარტიას ერთ-ერთმა წევრმა მაინც მითხრას, მათ ყავთ წევრები თბილისის და სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, მათმა წევრებმა რა ტიპის გავლენა მოახდინეს ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაზე. აი, ერთი მაგალითი მითხრან, დღეს თბილისის დედაქალაქში ვართ ოპოზიცია წარმოდგენილი 21 ვარ და პროპორციული წესით ჩვენ მოგებული გვაქვს მათ შორის 20-21 წლის არჩევნებში ოპოზიცია მოვიგეთ პროპორციული არჩევნები, ქართულ ოცნებას ჰქონდა 19 მანდატი და ჩვენ ქონდა 21, მაგრამ ვინმე დამისახელოს ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაზე რა გავლენა გვაქვს? თუმცა მაჟორიტარებით გაჯო. ეხა კიდევ როგორ გაათრიეს ეს მე მკითხეთ, მე მონაწილეობდი როგორც მაჟორიტარი და ვიცი რაც მოხდა ძალით, თანხებით, მოსყიდვებით და დაშინებით. ხო, აი აქ ესე გაათრიეს ისეთი ეგრეთ წოდებული მაჟორიტარი თბილისში. ახლა კიდევ 25. აი, ზუსტად ეგ მინდა შეცვალეს კანონი და გაზარდეს მაჟორიტარების რაოდენობა. 18 მარტს ვენეციის კომისიამ გამოსცა დასკვნა და თქვა, რომ თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რაც გულისხმობს პირველ რიგში შემცირებულ პროპორციულ ადგილებს და გაზრდილ მაჟორიტარულ ოლქებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ თავის თავზე მოირგო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები. იმიტომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ მაჟორიტარულ ოლქებს განსაკუთრებით რეჟიმის პირობებში იგებენ მოქმედი ძალაუფლების მქონე პარტიები, ხო, ვისაც ეგრე ძალაუფლება აქვს იმ კონკრეტულ მომენტში, ანუ ქართულ ოცნება თავის თავზე ირგებს საარჩევნო პროცესს და აი ამ პირობებში ვინ შეიძლება მითხრას, რა მნიშვნელობა აქვს
მთელი საქართველოს მასშტაბით თითოეულ საკრებულოში 2 და 3 წევრის გაყვანას. ერთადერთი ახსნა აქ მაგას. ეგ არის ვიწრო პარტიული ეგოცენტრული პოზიციონირება კონკრეტული პარტიების, რომლებსაც უნდათ ადგილობრივ რეგიონებში პარტია შეიძლება დაეშალოს. მაგრამ პარტია შეიძლება დაგვეშალოს კი არა, ქვეყანა შეიძლება დაგვეშალოს მერაბ. და ის რაც აქამდე მოგვიტანია და რისთვისაც გვიბრძოლია, ის შეიძლება განიავდეს და პარტიული სტრუქტურის შენარჩუნების მიზნით და 1-2 საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დეპუტატის ყოლის მიზნით აბსოლუტურად გაუმართლებელი არის ნებისმიერი ტიპის არჩევნებში გასვლა. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ოპოზიციის ხელში რეჟიმთან ბრძოლის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი არის მათი არაღიარების ნაწილი და თვითმმართველობის არჩევნებში არ შესვლა, არის ამ არაღიარების ტაქტიკის გაძლიერება და გაგრძელება, ხომ? რომელიც აუცილებლად საგარეო მიმართულებით კიდევ უფრო მეტ წნეხს მოიტანს. მეგობარი აქტი დღეს რომ 80%-იანი მხარდაჭერით გავიდა სენატში, ეს რისი დამსახურებაა? იმის, რომ ოპოზიციამ თავის დროზე გამოიჩინა ერთიანი პოზიცია და ბოიკოტი გამოუცხადა და ადგილობრივ ფიქრობს, რომ ახლა შეიძლება პროცესი ჩიხში შევიდეს, იმიტომ ამ პროტესტს ჩიხში უფრო შევა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით. ჩიხში უფრო შევა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობით. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი ოპოზიციური ერთობა იშლება ამ ნაწილში, განწყობების ნაწილში ფრუსტრაცია შემოდის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცესკოს და არჩევნების ჩატარების წესებში რაცულებები მიიღეს, ელემენტარული დამკვირვებელს ვერიფიკაციის აპარატთან დგომა აღარ შეეძლება და პროცესის თვალის მიდევნება და ვინმეს ილუზია აქვს, რომ ამ პირობებში ოპოზიცია არჩევნებს მოიგებს, წარმოუდგენელია. რატო ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ასეთი რამ, რომ გადმოწერონ, რადგან თბილისში არ ყავდათ ხარდამჭერები, იმდენი რეგიონებიდან გადმოწერონ ხალხი. ხარდამჭერი ქართულ ოცნებას არ ყავს არც ერთ ქალაქში, რომელსაც აქვს ფინანსური დამოუკიდებლობა და ეს ვნახეთ, თუ მაგალითად კონკრეტული ქალაქები და დასახლებები რაღაცა ფორმით არ არის მიბმული საბიუჯეტო დაფინანსებაზე, იქნება ეს სოციალური დახმარება, იქ დასაქმებული ადამიანები თუ ასე შემდეგ, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ქართული ოცნება იგებდა შეიძლება ვთქვათ არჩევნებს, იქ სადაც ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი ცხოვრობს, მათ შორის სოციალურად მოწყვლადი, ხომ? ყველაფერს თუ თავი დავანებოთ. ქართულ ოცნებას არავის გადმოწერა არ დასჭირდება არჩევნების მოსაგებად, თუ ჩვენ ორ ძირითად მიზანს ვერ მივახციეთ, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ამ პირობებში ვინმე შევა არჩევნებში. არავის გადმოწერა და დამატებითი მანიპულაციის ჩატარება არ დასჭირდება მარტივი მიზეზის გამო, ფრუსტრაცია იქნება მოსახლეობაში იმდენად მაღალი და უნდობლობა საარჩევნო პროცესის მიმართ, ხომ არავინ არ წავა, ოპოზიციური ამომრჩეველი უბრალოდ არჩევნებში არ წავა და ზედმეტი ძალისხმევის გაგება საერთოდ არ მოუწევს ქართულ ოცნებას და მე არ ვიცი ოპოზიციურმა პარტიამ რა უნდა უთხრას იმ პირობებში ამომრჩეველს, როდესაც ჩემ პოლიტიკური ტყვეები გყავს, ხო? იქ მიმდინარე უსამართლო, ძალიან ბევრი უსამართლო პოლიტპატიმარი, რომლებსაც დიდი ალბათობით ძალიან მალე დაემატებიან ოპოზიციური ლიდერები, იმიტომ დღეს ზურა ჯაფარიძეს ქონა პროცესი და ხუთშაბათს უკვე სასამართლო იმსჯელებს. Იმიტომ ჩვენი კოალიციის ლიდერები არ ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია არ იხდიან იმ გირავს, რომელიც დაუწესა თუმცა ლელოს ლიდერებმა გადაიხადეს. ეს აბსოლუტურად ხო, იმიტომ რუსულ რეჟიმთან არ თანამშრომლობის და ღალატის კომისიასთან არ თანამშრომლობის გამო ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ჩვენი კოალიციის ლიდერებს დააპატიმრებენ და ხუთშაბათს არის ზურა ჯაფარიძის ხდომა და ერთ-ერთი პირველი იქნება ამაინც ირაკი ოქრუაშვილის მერე გუშინ ჩავწერე ინტერვიუ ზურა ჯაფარიძესთან პოლიტკალაქში გადაცემაში და იქ მითხრა ელოდება დაპატიმრებას ხუთშაბათს. ცალსახად და აი ამ პირობებში მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს არგუმენტი, რომ სულ ცოტა ამომრჩეველთან მივიდეთ და ვუთხრათ თვითმმართველობის არჩევნებში რატო უნდა მიიღოს მონაწილეობა, მით უმეტეს თუ ეს ოპოზიციის ერთიანი გადაწყვეტილება არ იქნება, მით უმეტეს თუ კიდევ ვიმეორებ ის პირობები დაკმაყოფილებული არ იქნება, რაც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბუნებაში არ არსებობს ეგეთი არგუმენტი. ჩემთვის ერთადერთი გამართლება არის რამოდენიმე მუნიციპალიტეტში, რამოდენიმე ისეთ თითზე ჩამოსათვლელი დეპუტატის ყოლა, რომელსაც ექნება საბიუჯეტო დაფინანსება და რაღაცა ძლისრულობით კონკრეტული პარტიები შეინარჩუნებენ პარტიულ სტრუქტურას რეგიონების დონეზე. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იქნება ღალატი, პროცესის ღალატი იქნება რეალურად. უბრალოდ პოლიტიკური პროცესისადმი ნდობა დავაბრუნოთ, ამ ნდობას დააბრუნებს და მათ შორის იმ ამომრჩეველში, რომელმაც მონაწილეობა 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში არ მიიღო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ნდობის დაბრუნება მოხდება ოპოზიციის ერთიანი, ხისტი და პრინციპული პოზიციონირებით აუცილებლად, რომელიც მთავარი ტაქტიკა არის მთავრობის ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება. ეს აწუხებს ქართულ ოცნებას, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ძალიან აწუხებს საერთაშორისოზე და ქართულ ოცნებას და ყველა ძალღონეს
ხმარობს იმისათვის, რომ რაღაცა ფორმით, აი მაკრონმა მხელი რომ ხარზე დაარტყა კობახიძეს, ეს ვიდეო ატრიალეს და ასპონსორეს და ატრიალეს და ასპონსორეს. ხო, იმედიან დონეზე აწუხებთ არაღიარების პოლიტიკა და წნეხს გააძლიერებს თვითმმართველობაში ოპოზიციების არ მონაწილეობა.